მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ეს და დაგმეთ მორგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში კი გავსინავ თბილისში 3 შაურმას. ჩემს ესენი არის ყველაზე ცნობილები. მაგ შაურმა, შაურმა ქაბი და მარგე. დავაგემოვნებთ გამოვალენ საუკეთესო და ჩემი არხი რა გადაიქცა საჭმლის კონტენტად, როგორც ხართ, ამიტომ რომ მოგწონთ ეს ვიდეო დალაიქეთ, მოიწერთ ახლა გააქტიურეთ ჯარისღლაყი და კომენტარებში დამწერთ თქვენ ეს თბილისის საუკეთესო შაურმა რომელია და მასაც დავაგემოვნებთ შემდეგში. ოკეი, მოგწონთ ჩვენი პირველი ობიექტი იქნება მარგე და წევიდეთ. იმედია, კაი შაურმა იქნებათ, არ ვიცი ზუსტად. ანუ მარგი დიდი ხანი არ მიჭამია რა და მაგიტო, თორე ისე როგორც იცით, სუდი არ უნდა გქონდეთ. გამარჯობა. ერთი პატარა შაურმა მინდა ციცაკის გარეშე და ყოლა. ლარიანი? კი. 12 წელს გარეშე და ერთი ყოლა. 15 ლარის იქნება. ოკეი, მოგეთ ეს მარგეს შაურმა. ყველა შაურმა იქნება სტანდარტული, როგორც ციცაკის გარეშე, 9 საწვავი იყოს, მაგრამ ამის ციცაკის მომგონს 12 ლარი ღირა და ზომა კაია ჩემი ეს 12 ლარი პატარა შაურმისთვის ზურია რა. სტაფი ძალიან ჯიგრები იყვნენ და ალეკო მორგოში ამ გააკეთა ის შაურმა. ძალიან კაია. კაროჩე. ჩაგუჩავ თუ არა, ხორცი მოდის და ეგა ძალიან კაი რა. ჩავკუჩე და ეგრევე соуსები ხორცი გამოვიდა. სველიც აღარ მეთქვამს კეჩუპი მაიონეზი დამატეთ, ხო მაგალითად შაურმა ქაბს როცა უკვეთავ, კეჩუპი და მაიონეზი უმატებს, იმიტომ რომ მშრალია ხოლმე. ეს ძალიან კაია რა, ძალიან გემრიელია. ამას მე დავწერ 9 ქულას რა, მაგრამ მე შევწულ თუ რამე მაინც პირველია და სხვას ვერ შევადარებ. მაგრამ ჩვენი შემდეგი ობიექტი არის მაგ შაურმა, გადავიდეთ ხა. პატარა შაურმა მინდა ციცაკის გარეშე. წასულობთ. ოკეი, მოგწონთ მეგობრებო, ჩვენი შემდეგი შაურმა არის მაგ შაურმა და მაგ შაურმას აქ დასასრულს დიდი პლუსი. აუ ყოლა მომწოდა რა, ყოლა. აქ ღერდა 11 და 90 და ზომით გონი მარგეზე პატარაა. წავიდა. ბილია ლავაში, მაგრამ ამ შეხედეთ. ხორცი არ ჩანს. გამხელა მოუკვეთე, просто ხორცი არ ჩანს ვაფშე. მარგეში ეგრევე გამოშლა ხორცი. და ძალიან კაი იყო. ხორცი არ ჩანს და ამდენი შაურმის ჭამა არც მინდოდა. აი ლავაში სენმეტია. ძალიან ზერმეტი ლავაშია იმენა. არა, ძმა გებიცებით ხორცი არ ჩანს ბიჭო ამ აი ხორცი ხედავთ თუ არა? ხარც რა. ხორცი გამოშლა როგორც იქნება. ხორცი კაი გემოაგ, მართლა კაი გემოაგ. ეს არის ბევრად ფრეში ვიდრე ის და მე ფრეშ შაურმა მიყვარს. მაგრამ ერთი პრობლემა ის ან ხორცი დავიდა ლავაშია ძალიან ბევრი რა და სოუსები არა აქვს ბევრი, მაგრამ მშრალი არა, ბოსტნეულის ხარჯზე და კაია მომწონს ესეთი ფრეშ შაურმა მიყვარს. სუდი არა. მაგრამ ხორცი დასაწყისში არ ჩანს და ეგაა ძალიან დიდი პრობლემა. აი ნახეთ, ეს ლავაში, აი ეს ფენა არის სულ ლავაში. ეგ ძალიან ცუდია. აბა სენმეტი ლავაში აქვს ძალიან ბევრი. ამას მე დავწერ 7.5 ქულას. ოკეი, მეგობრებო, ჩვენი შემდეგი ობიექტი არის შაურმა ქაბი. იმედია ეს ცუდი არ იქნება. ერთი პატარა შაურმა მინდა ციცაკის გარეშე და უსტუში დააგვიანდება რომ გავითვალეთ. უსტუში იქნება? შაურმა ქაბი გემრიელია როგორც იცი, მაგრამ 1 საათი ვერ მოწე შეკვეთა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი შაურმა ქაბის შეკვეთაც მოვიდა. ეს ღირდა. კარგი, 12 ლარი ღირდა მგონი. ყველაზე პატარა შაურმა ის. ეს რა ვიცი. ეს ძალიან პატარა შაურმაა ის. ეგრევე ხორცია, ძალიან კაია ეგ. просто ლავაში მაინც ბევრია რა. გემრიელია, წვნიანი არის. და ან ხორცია წვნიანი და თვითონ შაურმა სველი არა, ან კეჩუპ მაიონეზი აკლია. ან ბოსტნეული უნდა იყოს მეტი, რომ ცოტა სიფრე შემიცეს და ეგრე იყოს წვნიანი, ან კეჩუპ მაიონეზი, იმიტომ რომ ხორცი წვენი ვერ გადაკაჩავს. ეხლა მე უფრო მეტ სიფრეშიც მივცემდი, მაგრამ იდეაში სტანდარტული შაურმა ესეთი უნდა იყოს. ამას მე დავწერ 8 ქულას. და მარგე გავხადოთ 9.5. ხო, ეგრე ჯობია რა, კაროჩე. ეს და მარგე თითქმის ერთი ლეველია, მაგრამ ესა ცოტა მშრალი მარგესთან შედარებით. ცუდი შაურმა რა, მაგრამ დიდად გადასარევიც არა. და ძალიან პატარაა ფასთან შედარებით. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია მოგწონთ, თუ მოგწონთ, დალაიქეთ, გამოვიწერთ ახლა გააქტიურეთ ჯარისღლაყი და აბაჰეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.